ზოგჯერ გარკვეულ ჰობს, საქმეს თუ პროფესიას ასე აფასებენ ხოლმე. ეს უფრო ქალური პროფესიაა. ან ეს უფრო მამაკაცური საქმეა. ალბათ რამდენი ადამიანისთვის შეუძლია ხელი ამ სტერეოტიპულ მიდგომას გადაწყვეტილების მიღებაში. დღეს გადაცემაში სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ. ჩვენი სტუმრები არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი საქმიანობით ამტკიცებენ, რომ არჩევანი პირად ინტერესებს უნდა ეფუძნებოდეს. ვისაუბროთ ბოდიბილდინგზეც, სადაც ქალებს ხშირად აკრიტიკებენ ვარჯიშის ინტენსივობის გამო. გავარკვევთ, რატომ არსებობს ეს შეხედულებები და როგორ უმკლავდებიან ადამიანების სხვების მოსაზრებებს. მოკლედ, დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომაა მნიშვნელოვანი ვაკეთოთ ის, რაც გვიყვარს. მე სალომე გოგიაშვილი ვარ და ვიწყებ იმ გადაცემას, რომელიც გულით მიყვარს. თეონა დადაშქელიანი 43 კილოგრამს იწონიდა. როცა ხერხემლის პრობლემების გამო გზა სარეაბილიტაციო ცენტრიდან სპორტ დარბაზამდე გაიყვია. დღეს ის წარმატებული ბოდიბილდერი და საქართველოს მოქმედი ჩემპიონია. თეონა სტუდიაში. ძალიან სასიამოვნოა ჩემთვისაც. ვინ ამბობს, რომ ბოდიბილდინგი ქალებისთვის არ არის? მაქსიმალურად შევეცედ, რომ ქალურ ფორმაში მოვსულიყავი, რომ დამემტკიცებია საპირისპირო. სხვანაირად ვერ ციზავდით, რაც არ უნდა გინდოდეთ, არ ვიცი სხვანაირად როგორ შეიძლება, რომ ეს მონაცემები დაფაროთ. მოვყვეთ ახლა საკუთარ თავზე ცოტა. 28 წლის ასაკამდე ვიყავი ჩვეულებრივ საოფისე თანამშრომელი, მქონდა იქ ხან ცოტა პატარა ბიზნესი, მაგრამ ფიზიკურად ვიყავი ძალიან სუსტი. 43 კილოს ვიწონიდი და მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მქონდა უამრავი კომპლექსი. იქ ზღვაზე წასვლა არ მინდოდა, ჩემი სხეულის გამოჩენა არ მინდოდა, იქ ტანსაცმლის ქვეშ უამრავი რაღაც მეცვა რო ცოტა უფრო მასიური გამოჩენილი ყავი, ზაფხული არ მიყვარდა, იმიტომ რომ ტანსაცმლის გახდა მიწევდა და 1000 კომპლექსით ვიცხოვრე და ვეძებდი ხან რისიქიმთან ვიყავი, ხან რა ანალიზები გავიკეთე, ხან რა გამოკვლევები, არაფერი ხა ისეთი არ მქონდა, რაც თქვათ სიგამხდრეს გამოიწვევდა ჩემს ორგანიზმში. მერე მივედი იქამდე, რომ უნდა დამეწყო ვარჯიში და რაღაც ეხა ცხიმს ვერ იყიდებდა ჩემი სხეული, ესე კუნთური მასა უნდა გამევითარებინა და პირველად მივედი სარეაბილიტაციო ცენტრში, იქიდან გამომდინარე რომ ხერხემლის პრობლემებიც მქონდა, მოხრილი ვიყავი და იქ რომ შევხედა რომ დავიწყე თუ არა ვარჯიში, არის გენეტიკურად, ესე იგი მიდრეკილი ვიყავი ამ კუნთის მოკიდებასთან, რაღაცა მოვძლიერდი, გავიმართე, ხასიათზე მოვედი, იქ თავბრუ აღარ მეხვეოდა საწოლია ნადგომის დროს და ყველაფერი ვიგრძენი რომ გაცოცხლა ჩემი ორგანიზმი და მე უკვე ხარ სარეაბილიტაციო ცენტრიდან გავაგრძელე დარბაზში. მე არ მიყვარს ზოგადად სტაგნაცია და გაჩერება ერთ რაღაცაზე და თუ რამე სფეროში მოხდი, იქ თუ ვარ, უნდა განვითარდე. გადავწყვიტე რომ მოდი შევისწავლი ამ სფეროს და ვიქნები ტრენერი. მე ამ ტრენერობაში მე ვარჯიშობ, როდემდე უნდა ვივარჯიშო ხო? მოდი რა გავაკეთო და იქ ერთი ბოდიბილდერი იყო, ორი ბოდიბილდერი იყო ჩემ გარშემო და მოდი ვწდი. ხო და აი ესე ნელ-ნელა შევყევი და მე მართლა იცის შეყვარება. აი ესეთი გამხდარი ვიყავი, ეს არის ჩემი პირველი სცენა, თბილისის ჩემპიონატი. და ხო, იქ ვიყავი 53 კილო, აქ ვარ 51-12 ალბათ უკვე სცენაზე. ორი სხვადასხვა ადამიანი. კი ბატონო, განწყობითაც, ხასიათითაც, ქცევითაც. ბევრად თავდაჯერებული. ბევრად. ვიცი რომ საქართველოს ჩემპიონი ხართ, მაგრამ ამავდროულად ვიცი რომ სხვა ძალიან ბევრ კონკურსში გაქვთ მონაწილეობა მიღებული და ბევრი ჯილდოც გაქვთ აღებული. პირველი ჩემპიონატი იყო თბილისის ჩემპიონატი, აი საცდელად აი ესე სპონტანურად მივიღე გადაწყვეტილება რომ მიმიღა მონაწილეობა და მე აი ესე მივყევი დინებას და პირდაპირ წავედი მომიწია საერთაშორისო ტურნირზე წასვლა, სადაც ავიღე საკმაოდ ისეთ კონკურენციაში მესამე ადგილი და იქ გადავწყვიტე რომ ეს უკვე ჩემი იყო რაღაცა ერთხელ რომ შეიგრძნოფ იმ აზარტს, იმ რაღაცების დაძლევას, რომ შიში დავძლიე თქვათ იმ სცენის. აი ეს ყველაფერი იმდენად მომეწონა და ეხლა ადრენალინი ვიგრძენი, რომ აი ვერ რო ჩამოდიხარ სცენიდან, საკმაოდ საწოლებელი რთული პროცესია ხომ ეს ბოდიბილდინგი და ის ფორმის გაკეთება და შროობა და ყველაფერი, მაგრამ სცენიდან რომ ჩამოვდივარ, ყოველ ჯერზე კიდევ და კიდევ მინდება ამ სცენაზე ასვლა რაღაცნაირად აი მანიასავით გახდა და მე მიყვა საქართველოს ჩემპიონატი რამოდენიმე, მე უკვე გამიჩნდა სურვილი რომ ანუ მეორე ადგილს ვიღებდი, მესამე ადგილს ვიღებდი რომ ავი თქვათ ხო უკვე გინდა რაღაცა მეტი გინდება და თქვათ მე უკვე მომიწია საქართველოს ჩემპიონატი რომ მოვიგე სახელმწიფოს დაფინანსებით ევროპის ჩემპიონატზე წასვლა. და აი ეს იყო თქვათ ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი ჩემ ცხოვრებაში, იქიდან გამომდინარე რომ მანამდე ეხლა სოფლიო ჩემპიონატზეც ყოფილვარ, ევროპის ჩემპიონატზეც ყოფილვარ, მაგრამ ყველაფერს ამას ვაკეთებდი ჩემი ფინანსებით და რაც თავარია თქვათ საკმაოდ ისეთი ძვირადღირებული სპორტია და უკვე სხვის მიმართ პასუხისმგებლობას რომ ვძნავ სახელმწიფოს მიმართ, ქვეყნის მიმართ, ეს იყო ჩემთვის ძალიან ისეთი რთული და
ძალიან სანერვიულო, მაგრამ ძალიან ისე გაბედნიერი ვარ, რომ 6-ეულის მედალი ჩამოვიტანე იქიდან და ესეც საკმაოდ დიდი შედეგია, იმიტომ რომ კონკურენცია არის საკმაოდ დიდი, კი, 29 გოგონასთან ერთად ვიდექი, ერთ-ერთ კატეგორიაში და საკმაოდ ისეთი დიდი რაოდენობა, ამით უმეტეს, როცა შეჩვეული ხარ, რომ საქართველოში 3-4 გოგო ვდგავართ მხოლოდ სცენაზე სამწუხაროდ. რისი ბრალია ეს? რისი ბრალია და დამოკიდებულების, საზოგადოების დამოკიდებულების. ამ პროფესიისადმი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აღიქმება, რომ არ არის ქალური სპორტი. ხო? აღიქმება, რომ მასკულინური ხდები, აღიქმება, რომ თქვათ რაღაცა არის ასე რეალურად? არ არის, ხო, პირადად ჩემთვის არ არის, იცით რა არის? არის სხვადასხვა კატეგორია, ხო, ამ სპორტშიც და ამას უკვე არჩევანს აკეთებ შენ, რომელ კატეგორიაში იღებ მონაწილეობას და თქვათ იქ არის ქალის ბოდიბილდინგი, რასაც ვქეთ, მე ვარ თქვათ ახლა ფიტნეს ბიკინის კატეგორიაში, სადაც მაქსიმალურად ინარჩუნებ ქალურობას და პირიქით, ეს არის შენი პლუსი და არის, აი რომ ნახოთ რა ლამაზი გოგონები გამოდიან, როგორი მოვლილები, კანის ხარისხი გინდა, თმის ხარისხი გინდა, მაკიაჟი გინდა, ფორმა გინდა, რაც გაცვია, იმდენად ლამაზია, რომ აი ყველა ის თუნდაც ბავშვობის ოცნება რომ სცენაზე მდგარიყავი, ან მოცეკვავე ყოფილიყავი, ან რაღაც და არ გამოგივიდა, თქვათ, მე ამ ასაკში ხო 40 წლის ვარ და ეს ყველაფერი ესე თუ ისე ავიხდინე, ხო? აი არის ნამდვილად სილამაზის ზემი პლუს, ახარ ჯანმრთელი, ხარ სასწავლო ფიზიკურ ფორმაში, გინდა არ გინდა და ყველაფერი ბენეფიტი ამას აქვს. ამ დროს საზოგადოებაში ახლა თქვათ სასცენო სიმშრალე რომ წარმოიდგინოთ, ძალიან განსხვავდება ახლა იმ კონდიციიდან, რა კონდიციაშიც მე ვარ. და იქ თქვათ დაჭიმვას აკეთებ კუნთისა სპეციალური პოზირება და ეს მე სურათებში და იმაში აღიქმება საკმაოდ ისე ხისტად, ხო? ამას ვერ მიჯნავს საზოგადოება, რომ სასცენო ფორმა სხვა არის და უყურებენ როგორც ვაიმე კაცია და ამ დროს მე ცხოვრებაში რომ ნახონ, ვუიმე, ესეთი ხარ, რა პატარა ყოფილხარ და ხა მწყის ხოლმე, რომ აღარც აღვიქვები, ანუ საზოგადოებაში იმოდი რომ კუნთი მაქვს, ხო? ამიტომ ანუ გააჩნია რა კუთხით შეხედავ, როგორ შეხედავ და რომელ კატეგორიას აირჩევ, ხო? არის კატეგორია, რომელსაც მე ვთვლი, რომ თქვა ზედმეტია და მასკულინურია, მაგრამ ის იმ ადამიანის არჩევანია, იმას მოწონს და იმ სხეულში თავს კომფორტულად გრძნობს. და ადამიანი სადაც ბედნიერია და რა სიტუაციაშიც ბედნიერია, ის უნდა აკეთოს და ნამდვილად არავის სხვის საქმე ეს არ არის. როდის მე ხელი შეუშლია აი ამ საზოგადოების მხრიდან წამოსულ არაჯანსაღ მიდგომას? იცით რა არის, პირადად მე მაქვს საკმაოდ ისეთი ძლიერი ხასიათი. შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტადაც კი. და აქედან გამომდინარე, ჩემზე არ მოქმედებს. ვინც რა უნდა მითხრას, ვინც რა უნდა ჩაერიოს, რაღაც პირიქით. მე ვიცი რა მინდა და იმას ვაკეთებ. მე თუ ეჭვი მეპარება, მე თვითონ იმაში რაც ვაკეთებ. კი, შეიძლება მე ვიღაცის დამოკიდებულებამ ეჭვი შემატანინოს და გადამაწყვეტინოს, რომ არ მინდა. თქვენს გარშემო არის ესეთი ადამიანი, რომელიც ძალიან მოტივირებული იყო, უნდოდა რაღაც გეგმები ქონდა და აი ამ ბულინგის და კომენტარების და შეხედულების გამო უკან დაუხევია. ყოფილა და თქვათ ის მარტო იმიტომ კი რომ თვითონ აღარ უნდა, იმიტომ რომ ოჯახის წევრებს უფრთხილდება სიტყვაზე, რომლებიც ამ ბულინგს მერე მძაფრად აღიქვამენ და რთულად აღიქვამენ, ხო? ეხლა მე შეიძლება პირადად მე არ მეწყინოს, მაგრამ იქ ოჯახის წევრები მყავს, რომლებსაც არ სიამოვნებთ ეს ჩემს მიერ დაწერილი კომენტარები, ხო? აი ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მოქმედებს და გასათვალისწინებელია. მეორე ვთქვათ, თვითონ ოჯახის წევრებისგან ძალიან ბევრს აქვს წინააღმდეგობა. რომ არ მინდა ვთქვათ, ხო, მეუღლე გეუბნება, რომ არ მინდა რომ შენ ამ ფორმაში, ნახევრად ბოდიში და შიშველი იდგეს სცენაზე. ხო, ამას პირადად ჩვენ უკვე აღარ აღვიქვამთ შიშვლად მიხვდით, ანუ ჩემთვის ეს არის სხეული, რაღაც გამოძერწილი ხელოვნების ნიმუში, აღვიქვამ კუნთებს, აღვიქვამ თქვათ სეპარაციებს, სულ სხვა რაღაცას ვუყურებ. ის ჩემთვის არ არის რაღაცა ვულგარულობასთან და რაღაცა იმასთან ასოცირებული. მაგრამ საზოგადოება მომენტებში სხვანაირად აღიქვამს. როდესაც იგებენ მამაკაცები რომ ბოდიბილდერი ხარ, თან ჩემპიონი. რა რეაქცია? გააჩნია ვინ იგებს, ხო, ანუ ძალიან ხშირად არის ხო უარყოფითი, რომ ვთქვათ, რად გინდა რა არის ამაში ლამაზი, ნუ ქალს არ უხდ, არის ძალიან ხშირია, რომ ხო, შიშის მომენტი აქვს, იცით, ანუ ზოგადად მამაკაცები ვატყობ, ხა ძალიან ცოტა ისეთი რაღაც უნდა ვთქვა, მაგრამ არ უყვართ ეს შენი სიძლიერე და სტაბილურობა, დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ ხო, ხვდებიან, რომ მასზე დამოკიდებული არ იქნები, ვერ იქნები და შენ ხარ ცალკე პიროვნება. და ესეთი ადამიანების ყოველთვის ეშინიათ, არა მარტო კაცებს, ხო.
ვთქვათ, ეხლა ამ პირველი შეჯიბრის პერიოდში მყავდა გვერდზე ადამიანი, რომელმაც არ ვიცი ხა ეს იყო მიზეზი, არ იყო მიზეზი. უბრალოდ მე ხო ვთქვით, რომ მარტო ვიზუალური ტრანსფორმაცია არ მქონდა, მე შინაგანი ტრანსფორმაციაც მქონდა ძალიან დიდი. და მე ეს უკვე ხასიათზე რომ გეტყობა, იქ რაღაცა მოთხოვნაც გეცვლება ადამიანის მიმართ და მოხდა ისე რომ ვთქვათ, ჩვენი გზები გაიყო იქიდან გამომდინარე, რომ ის ამას ვერ შეეგუა. შეიძლება მისთვის მისაღები იყო თქვა თუნდაც ეს ჩემი სცენაზე დგომა და ესმოდა, მაგრამ ის გარემოცვას არ ესმოდა, ხო? და ნუ მე აღმოჩნდა რომ სხვას უფრო ითვალისწინებდა ვიდრე მე და აქედან გამომდინარე ხო მოგვიწია რომ სხვადასხვა გზით წავსულიყავით. შეეშინდა ძლიერი, არ ვიცი ნუ რა გამოყალიბებული, ლამაზი, მაგრამ ხო, ესე მოხდა. ახლა კი სტუდიაში უნდა შემოგვიერთდეს ხუთი შვილის დედა, მანანა, რომელიც წლების განმავლობაში მზარეულის პროფესიით იყო დაკავებული. თუმცა ბოდიბილდინგში სადა ბედი. გზა მარტივი არ ყოფილა. გარშემომყოფებისგან ხშირად ესმოდა ასეთი ფრაზები: რა ფორმაში ყოფნა, რაღაც გინდა ვარჯიში, ხუთი შვილის დედა ხარ. როგორ დაიკუნთე? ეს რა მოსაწონია? მანანა შიოშვილი სტუდიაში მობრძანდით თუ შეიძლება? არ ვიცი, კომენტარსაც ვერ ვაკეთებ. გამარჯობათ, მე მეგონა ეს ჩემთვის უნდა გადმოგეცათ და დიდი სიამოვნებით თუ შეიძლება დავიჭერ მაინც ხელში. დედა, აი ზუსტად ეს ფორმები მინდა მეგობრებო, რა ვქნა მითხარით. მაგრამ ცოცხალი მაგალითი აქ სტუდიაში მყავს და თეონა თუ შეიძლება რომ წამოდგეთ ფეხზე თქვენც რომ დაგვენახოთ. რა ვიცი. მე რაღაც ეს გამოაჩნიეთ შემაგივრად თუ შეიძლება. ერთი წუთით, ეხა მასე კი ესე კი არ დავიჩაგრავ თავს. ერთი პოზა მაინც მასწავლეთ. შუაში ჯობია რა თქმა უნდა, რო არ დაგჭრდილოთ, გოგოებო. აი მე რა ვქნა როგორ? ეს ცოტა ხანი ჩემთან იქნება, იქნებ мотиваცია უფრო მეტად მომინდეს და ზედა რა კარგია. იყოს ცოტა ხანი. ერთი წუთით, ეხა ავირია, ხუთი შვილი გყავთ თქვენ? გამიგეთეს მიშველი. ხო. მე კიდე თავს როდესაც ვამბობ, რომ აი რაღაცა ცუდად გამოვიყურები და ეგრევე ვამატებ, რომ 4 შვილი მყავს და მაგიტომ და სულ მაქვს ეს თავის გასამართლებლად, რომ 4 შვილი მყავს. 5 შვილის დედა, შეხედეთ, მე გავჩუმდები და დავამთავროთ გადაცემა, აღარ მინდა ლაპარაკი საერთოდ არაფერზე. რანაერად? დისციპლინა, საკუთარი თავის სიყვარული და უბრალოდ ის, რომ ჩვენც შეგვიძლია მრავალშვილიან დედებს ის ვაკეთოთ ცხოვრებაში, რაც ალბათ გვინდოდა რომ თუ გვეკეთებინა. რაც აქამდე ვთქვათ, წლების განმავლობაში შვილებს ღამეები უთენე, მთელი რაღაც გარკვეული პერიოდი, რაც ბავშვი ჭირდება რომ ის გვერდზე იყო, ასე ვთქვათ, ჩავთვალე საჭიროდ, რომ ბავშვი უკვე დიდია, თავის თავს მიხედავს, ეხა ჩემი დროა. და მენეჯმენტი ასე ვთქვათ საკუთარი თავი. შვილების აღზრდის მომენტში, ყველასთვის მე ჩვენებინა რომ მიხედოს თავის თავს გარკვეულ მომენტში და მეც ჩემი თავის დრო დამრჩენოდა. ნუ ალბათ გამომივიდა. ჩვენ ამ ფორმაში რამდენად რთულია ხა წარმომდგენია იქ ყვება, იქ ვარჯიში, ეს ხო არ არის 1 საათი ვივარჯიშებ და დამთავრდა. იქ ბავშვებს ყურადღება, ანუ წარმოუდგენელი მგონია და ამ დროს ფაქტის ახეზეა. აი როგორია დღეს? პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი სახლი დალაგებული თითქმის არ არის. ვერ ვიტყვი, ვერ დავიკვეხინ დიდი დიასახლისობით და დალაგებული არ არის. დედის განაძღებულობ ამ შენიშვნას, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ალბათ მაგალითი არის დედა ჩემი, რომ სახლს რო ალაგებდა და არაფერს რო არ ქონდა, ეს სახლი თუ დასალაგებელი იქნება და შესაძლებელია კვირაში ერთხელ ასე ვთქვათ დაალაგო და დანარჩენს უკვე ბავშვები თავის ოთახს მიხედავენ, მე ჩემ ოთახს მივხედავ, რო შეჭამენ თავის თავს მიხედონ, თუმცა არ გამომწვარ მაინც ხომე. ხო და შესაძლებელია რომ უბრალოდ ხანდახან ჩვენ თავს დავუთმოთ რომ და არა თქვათ მატერიალურ სახლის ლაგება. რომელ საათზე იწყება თქვენი დილა? ჩემი დილა ძირითადად 8 საათზე იწყება, თუმცა პერიოდი, როდესაც მზარეული ვიყავი და ასე ვთქვათ, ორ ფრონტზე ვიბრძოდი, 3-ზეც დაწყებულა, 4-ზეც, იმიტომ რომ 5 საათზე ვიწყებდი მუშაობას, რომ მე ვარჯიშისთვისაც რო დამეთმო. აი, სამზარეულოდან ბოდი ბილდერი. ხა როგორც +40 ქალბატონი, ვიფიქრე, მოდი ფორმებს მივხედავ. მე თეონა აღმოვაჩინე სოციალურ ქსელში, რუსი ქალბატონები აღმოვაჩინე, ბოდიბილდერები, უკრაინელები აღმოვაჩინე, ევროპაში გოგოებს, ასე ვთქვათ, ფიტნეს გოგოები და ჩემ წვრთნას უთხარი, რომ თუ შეგიძლია რომ ბოდიბილდინგში მომამზადო, მეც ვიქნები ასეთი ლამაზი გოგო მეთქი, როგორც გოგოები არიან თქო და კიო და ესე აღმოჩნდი სცენაზე.
ანუ მოტივაცია ქართველი კი თეონა ერთ-ერთი მოტივაცია იყო ჩემთვის ძალიან მიხარია ახლა ეს რომ ესმის და კიდევ ის მიხარია რომ თქვათ აი გოგონები ინტერესდებიან და ესეთი წარმატებულები არიან, ასეთ ფორმაში არიან და ასეთი სტიმულით და ენერგიით უდგებიან ამ საკითხს და ყველა აი თქვათ იმ ცხოვრებისეულ პრობლემასთან და იმასთან მე გამკლავება ხო ბევრად უფრო მარტივია. აი, იცით როგორ არის, ძლიერი ხარ უფრო. აი, ახლა ასე მგონია, ხანდახან რო იტყვიან, მეც ხო მყავს, ახლა მეც უკვე სპორტის ჩავები ამ ფიტნესში და მეც უკვე ფიტნეს ინსტრუქტორი ვარ, ასე ვთქვათ. და რომ მოდიან და რომ ეტყვიან ხოლმე, რომ აი, ვერ მოვიცარ, მიყვირს რანაირად. როცა აი უბრალოდ შეიძლება რომ ჩემთვის რომ გადავლახე, ეს მგონია რომ ყველა შეუძლია რომ გააკეთოს და ჩემთვის ეს წინაღობები ბევრი აღარ არის. მარტივია ყველანაირი წინაღობა. აი ეს რამდენი წლის შედეგია ახლა აი ამ ფორმაში? ოქტომბერში გახდება 2 წელი. რაც საერთოდ დარბაზში შევყავი თავი ასე ვთქვათ. თუნდაც სცენაზე. ცოტა ესე ვერ, მაგრამ ცოტათი მიახლოებული სექტემბერში მაქვს მაგის. კი, მართლა სცენაზე შემოგვიერთდეთ. შვილებს რა რეაქცია აქვს, რომ აი დედა ესეთ ფორმაში, თან ეხა ამხელა ტრანსფორმაცია უცბად და აბსოლუტურად სხვა პროფესიის იყავით და უცბად თან 2 წელს. თან მოწონთ. მოწონთ ხო? კი, და ამაყობენ. დედა კუნთი ჩამიჭიმე. ეს არის 2 წლის წინ. კი, ზაფხულში. აქ დავიწყეთ ბაგში. კი, აქ ვარ 59 კილო. ეს რამდენი ხნის შედეგია? წელიწადი და 8 თვე გახდება დაახლოებით. ჩემთვის 2 სხვადასხვა ადამიანია, ხო? ხო ასეა. ძალიან პირადული თუ არ არის რომ მკითხოთ, აი ყოფილი მეუღლე, რო ხედავს. არ მხედავს, არ ვიცი. უი. არ ვიცი, შემომხედავს, არ ვიცი. აუცილებლად. კონტაქტი არ გვაქვს კი. აუცილებლად ხედავთ დამიჯერეთ. ერთ-ერთი мотиваცია, ну შეიძლება ეს ცოტა ესეთი არ გამომივიდეს კარგად, მაგრამ იყო ის, რომ დავშორდით 10 წლის წინ 5 შვილის დედა, ეხლა ვის რაღაცში სჭირდებიო და ძალიან გახარდება თუ ნახავს და როგორი ნაცნობი სიტყვებია. მიხვდება, რომ მარტო შევძლებთ ქალები ბევრ ამას ბავშვებთან ერთად. როგორ გითხრათ, 5 შვილის დედა რაო? ეხლა ვის რაღაცში სჭირდები, უჩემოდ არაფერი არ გამოგივაო. ცოტა ალბათ ეს იყო ის, რომ მე მაინც შევძლებ და ბევრი რამე ამ სიტყვებმა უფრო აი კი ცოტა ცუდი მომენტია, მაგრამ ცუდი სიტყვამ შეიძლება იმ შედეგებამდე მიგვიყვანოს, სადაც საჭიროა რომ არ ჩვენ შეგვიძლია. თან აუცილებლად შეგვიძლია. თქვენ თუ ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ არსებობს პროფესია ქალის და კაცის. ჩემთვის არის. მე მგონი ერთ-ერთი მშობიარობა, რასაც კაცი ვერ შეძლებს. დანარჩენი მე მგონი ისე მივდივართ, რომ შეიძლება. მაქამდეც მივიდეთ. როცა გამაკეთებს. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა დიდი მოწვევისთვის. პირიქით მადლობა თქვენ. ახლა კი უნდა გაგაცნოთ წყვილი. სალი და გოჩა. მათი გაცნობის ისტორია 8 წლის წინ სპორტ დარბაზში დაიწყო. გოჩა ფიტნეს ინსტრუქტორი იყო. სალი კი მისი ერთ-ერთი პირველი მოსწავლე. და დღეს ისინი ერთად აკეთებენ საყვარელ საქმეს. სანამ შემდეგ სტუმრებს გაგაცნობთ, ნახოთ სიუჟეტი ამ არაჩვეულებრივ წყვილზე. მე ვარ სალი სართანია, ბოდიბილდერი და ფიტნეს ინსტრუქტორი. სალამი, მე გოჩა ვარბუთვაია, ფიტნეს მწვრთნელი და ბოდიბილდერი. ჩვენი ისტორია იწყება 2019 წელს. სალი იყო ჩემი ერთ-ერთი პირველი მოსწავლე ფიტნეს კლუბში. შემდეგ როგორც ხდება ხოლმე კლასიკურად დაახლოება, საერთო მიზნები, საერთო აზრები. გოჩა რომ არა, მე არც ამ სფეროში ვიქნებოდი და ბოდიბილდინგისგან კიდევ ძალიან შორს ვიქნებოდი. პირადად ჩემთვის ცოტა რთული იქნება წარმოსადგენად ადამიანი, რომელიც არ ვარჯიშობს, რადგან მსგავსი სტილის და მსგავსი რეჟიმის გაძლება, ასე ვთქვათ, იქნება ძალიან რთული ასატანი იმ ადამიანისთვის, ვინც განსხვავებული ცხოვრების სტილით ცხოვრობს. ქალისთვის საქართველოში ბოდიბილდინგი ძალიან რთულია. ჯერ კიდე საზოგადოება ვერ ეგუება და საკუთარ თავს აძლევენ მის უფლებას, რომ გაგაკრიტიკონ ქალი კუნთებში, ქალს არ უხდება კუნთები. უბრალოდ ეგ მინდა უთხრა ყველას, ზოგადად ვინც არ უნდა იყოს ადამიანებს, რომ ხალხის აზრი არ არსებობს. მე მყავს ბევრი გოგო ამ პრობლემით რამდენად სამწუხაროდ არ უნდა იყოს, ოჯახის წევრებისგან ბულინგის მსხვერპლი არიან. ანუ მე მხოლოდ მათთვის მწვრთნელი არ ვარ, მათთვის ვარ ფსიქოლოგი. ფსიქოლოგიურად ვცდილობ, რომ შევაყარო მათი სხეული, ვურჩევ, რომ ისწავლონ საკუთარი სხეულის ენაზე საუბარი. არ უსმინონ არავის, იმიტომ რომ ანუ კრიტიკოსი ყოველთვის გამოჩნდება, გამხდარი ხარ, გაგაკრიტიკებენ.
საშუალო ტანის ხარ გაგაკრიტიკებენ, ჭარბი წონა გაქვს გაგაკრიტიკებენ, ასე რომ არავის არ აქვს უფლება ზედმეტად შემოიჭრას შენს პირად სივრცეში. მამაკაცებსაც ბიჭებსაც აქვს ის მომენტი, რომ აი მენტალურად თუ არა ფიზიკურად ცუდად ვართ, მაგრამ ამ შემთხვევაში რა საკითხიც არ უნდა იყოს, სალი ყოველწლიძეხის რომ იცი რა შევძლებთ, დამშვიდდი, ამოვისუნთქოთ, ყველაფერი გამოვა. ესე უბრალოდ გადაწყვიტო და თქვა, რომ მოდი ბოდიბილდერი ვიქნები, თუ ძლიერი არ ხარ სულიერად, ფიზიკურად შეუძლებელი არის. არის მომენტები, როდესაც მენტალურად შეიძლება გატყდეს ადამიანი და ამ მომენტში სჭირდება გვერდში ესეთი ადამიანი და ვფიქრობ, პარტნიორი არის იდეალური ვარიანტი იმისთვის, რომ მას ხიდად შეეკედლოს ამ შემთხვევაში. ზოგჯერ არის რომ ტირილამდეც მივდივართ, ანუ ეს კადრებში ჩანს ხოლმე, რასაც გადმოვცემთ და მომხმარებელს გადავცემთ, რომ ვართ სულაღები, ბედნიერები, მაგრამ არის დღის ბოლო, ყველაზე რთული, სადაც ხვდებით წყვილი ერთმანეთს და აი მე ემოციას ერთმანეთს ვუზიარებთ. რომ არა სალი, ფაქტობრივად არაფერი არ გამოვიდოდა. ანუ მე არ მიწევს ფიქრი კალორიაშზე, კვებებზე, კვება მზად არის თუ არა. ყველაზე დიდი გულშემატკივარი არის ჩემი მეუღლე და ერთმანეთს ვაძლევთ мотиваციას, რომ ვიცით იმ მიზნამდე დღეს თუ არა ხვალზე აუცილებლად მივალთ. სალი და გოჩას მოვიკითხავ სტუდიიდან და წარმატებას ვუსურვებ. იმედია ეს სიუჟეტი დაერწმუნებს მათ, ვინც ბოდიბილდინგს ქალის საქმედ არ მიიჩნევს, რომ ეს სპორტი თანაბრად ლამაზი და მისაღებია როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის. მიშელს გზა არ ყოფილა მარტივი. თავიდან იყო გარკვეული უნდობლობა, კითხვები და სკეპტიკური დამოკიდებულებაც კი. თუმცა მან თავისი მიდგომით და პროფესიონალიზმით ყველაფერი შეცვალა. ის 4 წელი მუშაობდა ბაღში, მუშაობდა ბავშვთა სახლშიც, სადაც ბავშვებთან მუშაობის განსაკუთრებული ემოციური გამოცდილება მიიღო. დღეს ის არა მხოლოდ პრაქტიკოსი, აღზრდელია, არამედ პოდკასტის ერთ-ერთი ავტორიც. ბავშვის აღზრდის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობენ. გამარჯობა მიშელ. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ, რომ დამიძახეთ ამ საოცარ ამბავზე. საოცარი ამბავი არის თქვენი ამბავი. დარწმუნებული ვარ, აი ხლა ამას რომ ნახავენ, ძალიან ბევრი გაოცებული სახეც იქნება ეკრანთან. ბევრი არ დაიჯერებს, მაგრამ რისთვის ხართ დღეს ჩვენთან სტუმრად, რომ ეს ყველაფერი მოვყვეთ. თავიდან ბოლომდე როგორ დაიწყო, როგორ აღმოჩნდით ამ კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა რომ ამ თემაზე დამიძახეთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი სალმე რაც იყო ამ ჩემი ბაღში მუშაობის, ის იყო რომ მეგობრებს აღარ უყვარდი და გეტყვით ახლა რატო. იმიტომ რომ ნებისმიერ სიტყვაზე შემეძლო ჩემი ბავშვების ამბავი მომეყოლა. სულ იმათზე ვლაპარაკობდი. გამარჯობაზე, აი ნუცა მიცი რა თქვა, არ ვიცი, ნახვამდის ერეზი მამშობლებმა რო იციან. აი სულ ბავშვებზე ვლაპარაკობდი. ახლა დიდი ხანი აღარ მისაუბრია და თუ ძალიან გაუტია, შეგიძლიათ მითხრათ, რომ გეყოფა საკმარისია. რა ვიცი, როგორ დაიწყო, მამა ჩემიც მასწავლებელია დღემდე 50 წელია. თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია და ჩემ ოჯახში იმდენი ბავშვი იყო ხოლმე, ჩემი და ჩემი დის ადგილი აღარ ჩებოდა, რომ დავსხდარიყავით. თავიდანვე ამას უყურებ, როგორ ურთიერთობდა მამა ჩემი ბავშვებთან. მერე ისე მოხდა, რომ ჩვენ ერთ-ერთ ულამაზეს რეგიონში, რაიონში, ახალგორში მომიწია, მონასტერში ვმუშაობდი მეგობრებთან ერთად და ცხოვრობდი ბავშვთა სახლში. სადაც პირველი უშუალო შეხება იყო ბავშვებთან და არ ვიცი, თავისით მოხდა ისე, რომ ჩემთან გაიხსნა უმეტესობა. დები იყვნენ ორი პატარები და ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ, მიშოს მე უფრო უყვარვარ და წამოსვლა იყო ძალიან რთული, ისე შევეჩვიე მეც და ისე შემეჩვიდნენ ისინიც, რომ კარგად გემრიელად ვიტირეთ. იქიდან თბილისშიო დავბრუნდი რაღაცნაირად, აი მიზანი მქონდა, რომ რაღაც უნდა მეკადა ბავშვებთან მემუშავა და სკოლა გავიარე, მაგრამ აღარ ამიჩეს, იმიტომ რომ ძალიან ბავშვურიაო. საერთოდ თუ ასე მეძახდნენ, ძალიან ბავშვურიაო, მაშინ ბრაზდებოდი და ახლა ნეტას უბავშვად დავრჩე, იმას ვოცდებო. თუმცა წლები გვემატება და ბავშვთა ფედერაცია მოკლედ გააკეთა ასეთი საბავშვო ბაღი, სადაც უნდა ყოფილიყვნენ გოგო და ბიჭი აღმზრდელები. იქ მივედი და იქ უკვე ბავშვად როგორც ჩანს აღარ მოვეჩვენე და ცოტას ვიტყუები ხოლმე სალმე 4 წელს ვამბობ, სინამდვილეში 3 წელი და 4 თვე ვიმუშავე ბაღში. ოღონდ მე თვითონ ვუმატებ ხოლმე, რომ რაღაცნაირად მინდა რომ დღესაც სიამოვნებით. დიდი ხო, ბევრი, არ 40 წელსაც ვიტყოდი სიამოვნებით და დღესაც ვიმუშავდი ბავშვებთან, მაგრამ ამ ეტაპზე აღარ გამოდის, იმიტომ რომ საკუთარი შვილები ყავს გასაზრდელი და რაში არ გეხმარებოდა თქვა ეს პროფესია? იყო პრობლემა, ხო, არასერიოზულად აღიქვამდნენ ხოლმე.
ჯერ რაც თქვენ ბრძანეთ, ნამდვილად ასე იყო, რომ არ იჯერებდნენ, გამორიცხულია, ვერ იქნები ეს ის. იყო ხოლმე რა უნდა ბიჭს ბაღის მასწავლებლად. იყო ბულინგი ამ ხრივ? ბულინგი არა, მაგრამ უნდობლობა იყო და რაღაც საეჭვო თვალითაც მიყურებდნენ ხოლმე, რომ ეუცნაურებოდათ როგორ შეიძლება ბავშვი. მშობლების მხრიდან იყო? მშობლების მხრიდან იყო უნდობლობა განსაკუთრებით მამების მხრიდან და დასაწყისში სანამ ალბათ უკეთ გამიცნობდნენ, ჩუმად მოდიოდნენ ხოლმე გაუფრთხილებლად, უცებ შემოვიდოდნენ, აბა რა შვება. და არ ვიცი, მე ვჭიდაობდი, ან რაღაცას ვასწავლით, ავთაბაშოვდით. ხო და მერე დარწმუნდნენ ნელ-ნელა და ნუ დაუმეგობრდით ისინიც მიხვდნენ, რომ საშიში არ ვიყავი როგორც ჩანს. ბულინგს ვერ ვეთქვი, მაგრამ დიდი უნდობლობა იყო ხოლმე და უცნაური შეფასებები, თუმცა ყველაფერი ძალიან კარგად იყო მერე და იყო ძალიან დიდი ბედნიერება. და თუ ნებას დამთავთ ორი სიტყვით მინდა ვთქვა, ჩემი გაზრდილი ორი ბავშვი სამწუხაროდ აღარ არის დღეს და თუკა კოკაია და მიშიკო აშვეთია. ერთი სკოლის პერიოდში გარდაიცვალა, ერთი არც ისე დიდი ხნის წინ და ეს არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი და უზარმაზარი და მოუშუშებელი ტრაგედია. ეს ბიჭები პრაქტიკულად და თუკა რომ მივედი პირველივე დღიდან იქ დამხვდა და ჩემ ხელში გაიარა, მე გავზარდე. პრაქტიკულად მიშიკო აშვეთია კიდე რო დავდიოდი, აი ესე მყავდა ფეხზე მოწებებული და რო დავდიოდი თან იმასაც დავატარებდი. ესეთი ამბებიც იყო ხოლმე. დღეს სამწუხაროდ აღარ არიან და რთულია, მაგრამ ვინც არიან იმათთან ასე თუ ისე დღესაც ურთიერთობ, ამას წინათ იყო ზუსტად წინა კვირაში. მანქანა გამიფუჭდა და ჩემ გაზრდილ ბავშვს, რომელსაც კარაქიან პურს უჭრიდი ხოლმე და ჯარისკაცებად ვაჭროდი ხოლმე, ვეკითხებოდი მანქანას რა უშველო მიშვერე რაღაცავით. პირად ურთიერთობაში ხო არ გიშლიდათ ხელს, როდესაც გაიგებდნენ, რომ იყავით ძიძა? პირიქით, იცით როგორ იყო, ეხლა ალბათ ამასაც არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მე ვიყენებდი ხოლმე ცოტათი ბოროტად გოგოებთან, იმიტომ რომ მოწონდათ რომ ბაღის მასწავლებელი ვიყავი და მარტივად ხდებოდა ხოლმე გაცნობა. მეუღლეს რაც შეეხება მომავალს, ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. აბსოლუტურად ყველაფერი იცოდა ჩემი და მე მისი და ბაღიდან რო წამოვედი, მე დაგვაკლდა ერთმანეთი და მე როგორც ხდება ხოლმე, არ ვიცი. იქ ვერ გძნობდით ამ? იქ ვერაფერსაც ვერ გძნობდით. და ნუ ალბათ თელი ყურადღება ბავშვებზე. პრაქტიკულად ვიყავით უახლოესი მეგობრები და მე უცებ მოხდა რომ უი შენ ის არა ხარ, ხო და მოიცოლე მოვიყვანოთ მეთქი და მოკლედ ხო ისე მოხდა რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი, როცა ყოველდღიური ურთიერთობა აღარ გქონდა. დღეს ორი შვილი ყავს და ის ფსიქოლოგია, საბავშვო ფსიქოლოგიის მიმართულებით წავიდა მარიკა და საიდან წამოვიდა იდეა, რომ გაგეკეთებინათ YouTube-ში ესეთი პოდკასტი? ყოველთვის ისე ვიქით წავალ ჩემი ოცნებისკენ, რომ მინდა რაღაცნაირი შეხება მქონდეს ბავშვებთან, არა მხოლოდ ჩემ შვილთან. მეგობარი ყავს ასეთი ლადო გოგოლაძე, რომელსაც ერთმანეთს გიჟმამებს ვეძახდით ხოლმე. იმას ორი ქალიშვილი ყავს, მე ორი ვაჟი, პრაქტიკულად ერთი და იმავე ასაკის და ერთმანეთს ვეკითხებოდით რჩევებს. ეს ეკნა, ესე გამაბრაზა, ისე გავაბრაზე, როგორ მოვიქცე. ბედნიერები არიან, ცოლები, წარმოგიდგენიათ? ხო და საბოლოო ჯამში 2 წელი გვიხდება დაახლოებით, რაც ეს პოდკასტი გოს, მამების დრო ქვია. ძალიან კარგ ხალხთან, ძალიან კარგ სპეციალისტებთან ვსაუბრობ ზუსტად იმ საკითხზე, რაც წესით მამებს უნდა დააინტერესო. ბევრი რჩევა, ბევრი არ ვიცი, კარგი ამბავია, გასათვალისწინებელი შემთხვევები და ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად აი ზუსტად ის, რომ უკვირდათ, თუნდაც ის, რომ მე ბაღის მასწავლებელი ვიყავი, არაფერი არ უნდა გაუკვირდეთ, იმიტომ რომ არ ვიცი, მამაც შეიძლება იყოს ისეთი პროფესიის, რაც რატომღაც მაინდა-მაინც დედის და ქალის შეიძლება პროფესიას ეძახდნენ. ვცდილობთ, რომ ეს რაღაც უცნაური შეხედულებები ცოტათი შევცვალოთ. თუმცა ძალიან ბევრი მამაა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქტიურად არიან ჩართულები შვილების ცხოვრებაში და მხოლოდ ის, რომ აი მე დავიღალე უნდა წამოვწვი, არ ხდება ესე. ერთობიან, მაიმუნობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის ყოველდღიური ურთიერთობა როგორც მამასთან, ისე დედასთან და ამას ვცდილობთ მედალად. რამდენად მნიშვნელოვანია მამის როლი? მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ რაც არ უნდა გავაკეთოთ კაცებმა, დედის ოდენა მასშტაბის ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. გმირობაა ჩემთვის შეუძლებელი რაღაცა, რომელსაც კაცები ვერ გავიგებთ და ვერც საპირწონეს ვერაფერს ვერ გავაკეთებთ ვერასოდეს. თუმცა ბუნებრივია. უნდა ვიყოთ ჩართულები, არ ვიცი. არც ჭურჭლის გატეხვა, ის გარეცხვა გამოვიყენებ იმას ტეხავს. ჭირდება ქალს დასვენება, ჭირდება ქალს გვერდში დგომა, წამოწოლა ჭირდება. კი, სამსახურიდან მოსული კაცი რო წამოწვება და ადრე იცოდნენ ხოლმე არ გააღვიძო მამა დაღლილია მოსული, მაგრამ ამ დროს დედები იყვნენ მთელი დღე. ერთი დღე მიცდია მე თავიდან ბოლომდე ქალის საქმე რომ გამეკეთებინა და მე ადამიანად აღარ ვარგოდი. ამიტომ არ ვიცი, მნიშვნელოვანი არის რა. უბრალოდ რაღაც ის ერთგვარი სტიმულიც არის ალბათ ქალისთვის, რომ მარტო არ არის და ვიღაცა შეიძლება დაეხმაროს, ვიღაცა ანუ მეუღლე. მარტო საჩუქრების ჩუქება ალბათ არაფერს არ ნიშნავს.
თქვენ გაიხარეთ, არ ვიცი, რა ვიცი, არ მე მთელი დღე შემიძლია ვიჯდე და ვისაუბრო თქვენთან. ყველა სიტყვა ისე მეტება გულზე მალამაც, რომ თქვენ არ წარმოგიდგენიათ. მე ხო პირობას გაძლევთ დღეიდან ვიქნები აქტიური თქვენი მაყურებელი და მინდა რომ ბევრმა ნახოს თქვენი გადაცემა, იმიტომ რომ თქვენ ხართ მაგალითი, როგორი უნდა იყოს კარგი კაცი. დიდი მადლობა წარმატებები გულსფერად თქვენ. მადლობა პირიქით სტუმრობისთვის. ზევინარი. სეკო შარაშენიძე ოზურგეთიდან არის. მისი გზა ფეხბურთის სიყვარულით დაიწყო. თუმცა წლების წინ საქართველოში ქალთა ფეხბურთი თითქმის არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, ზეკომ საკუთარი მიზანი არ დათმო, მან გაიარა გზა სამსაჯო აკადემიიდან საერთაშორისო ასპარეზამდე. სადაც დღეს არაერთ თამაშს საჯობს. ის არის ადამიანი, რომელიც მოედანზე არანაკლებ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე თავად ფეხბურთელები და თავისი პროფესიონალიზმით ამტკიცებს, რომ გურული შეუპოვრობით ნებისმიერ მწვრთნელის დაპყრობა შესაძლებელია. ფანტასტიკურად გამოიყურები. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევილთვის. ზოგჯერ დღეში სამჯერაც კი მივარჯიშია, კი. და თან ბიჭების ნორმატივის ჩაბარება მიწევს, ანუ ბიჭების სირბილი, რომ ვიმსაჯო ბიჭების ლიგები, ესე ვთქვათ და ამიტომ მიწევს ფორმაში ყოფნა, კი. არასდროს არ გითქვამს, რომ აი რა თმინდოდა ეს პროფესია, იმდენად დაღლილი, მე ყოფილი ვარ იმდენად დაღლილი, რომ ზოგჯერ მithქვამს, რომ აი რა მინდოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ახლა ჩემი დაღლა და თქვენი დაღლა ძალიან განსხვავდება და არ ყოფილა ეგეთ მომენტი. ანუ მართლა ძალიან ბევრი რთული პერიოდი გავიარე და როგორც გასაკვირი არ უნდა იყოს, მართლა აი არც ერთხელ არც კი გამიელვია თავში, რომ აი რატო ავირჩიე ეს პროფესია. ძალიან შემიყვარდა. თავიდან კი გასართობად დავიწყე, სიმართლე რო ვთქვა, მაგრამ შემდეგ უკვე ისე სერიოზულად შევხედე, რომ რავი, პირიქით ძალიან ბედნიერი გამხადა თითქოს ამ პროფესიამ. ვერ მოვითმინე სანამ გადაცემა დაიწყებოდა, იქვე ცოტა წავჭორავდით მე და მუსიკო და მკითხე რომ საიდან მოდის ეს სიყვარული ფეხბურთთან მიმართებაში თქო და მამა და ძმა არიან. კი, მამა დამნაშავეები, ხო? ამ შემთხვევაში. თავარი როლი მამაჩემს მიუწყოს, რა თქმა უნდა. და ჩემი ძმა ფეხბურთზე დადიოდა, მე სულ დავყვებოდი, ერთად ვთამაშობდით და მამაჩემი სულ ფეხბურთს გვაყურებინებდა ტელევიზორში, სულ ფეხბურთი გადიოდა ჩემს ოჯახში. და მე რო თქვი უკვე, რომ გამოაცხადე, რომ მე მივდივარ დიდ ფეხბურთშიო, რა რეაქცია ჰქონდათ? სხვათა შორის მამაჩემს ძალიან გაუხარდა, ჩემი ძმასაც. ბებიამ ცოტა ინერვიულა. იმიტომ რომ ბებია სულ ცეკვაზე დავყავდი დედაჩემს მუსიკალურში, თეატრალურში და მაინც მამაჩემა გაიმარჯვა, ესე ვთქვათ, მამაჩემის გზას გავყევი, ესე ვთქვათ. 13 მაისზე უნდა ვილაპარაკოთ აუცილებლად. რა ხდება 13 მაისზე? 13 მაისს, როგორც ჩემი დაბადების დღე, ასევე დინამოს თასების აწევის დღე არის, როდესაც დინამომ გაიმარჯვა. აი ამას ველოდებოდი ახლა ამ ისტორიას. ნამდვილად ძალიან ისე დაემთხვა ეს თარიღი, რომ ჩემთვისაც სასიამოვნოა. საერთაშორისო მსაჯის წოდება. ამაზე რომ ვისაუბროთ. საერთაშორისო კატეგორიის წოდება მივიღე 2024 წელს. 26 წლის ასაკში, ну მინიმუმ 26 წლის უნდა იყო, რომ თავარი მსაჯი რო გახდე საერთაშორისო კატეგორია. და მხვდაწილად საქართველოს ისტორიაში პირველად მემსაჯა UEFA-ს ეგიდით გამართული თამაში თან ჩემს მეგობრებთან ერთად. ასისტენტები იყვნენ სოფო წულაია, ელენე ელოშვილი, ხოლო მეოთხე მსაჯი თეონა სტორუა. და განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, რომ ეს თამაში ვიყავი მეგობრებთან ერთად და იმ ადამიანებთან ერთად, ანუ მსაჯობის დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია ვისთან ერთად ვსაჯობ, როცა ენდობი ყველას, კიდევ ეს უფრო ბევრად კარგია. სულ მაინტერესებს ხოლმე ერთია, როდესაც ხარ მაყურებელი და მეორეა უშუალოდ მონაწილე რო ხარ. ამ შემთხვევაში თან ქართველები ძალიან ემოციურები ვართ და წარმომიდგენია როგორი შეძახილები მოდის ხოლმე? ხო, ტრიბუნებიდან. თავიდან რო დავიწყე მსაჯობა ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ მაყურებლების ემოციები ჩემთვის აი ძალიან მოქმედებდა. თუმცა უკვე მე-9 წელია მსაჯი ვარ და ეხა უკვე ძალიან შევეჩვი, აღარც ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ თავიდან რთული იყო. იყო ხან რაღაც ისეთი შეძახილები, არასასიამოვნო ზოგჯერ, მაგრამ ბევრი კარგიც არის სხვათა შორის კი. რომელი უფრო რთულია? ბიჭებში მსაჯობა თუ გოგოებში? სხვათა შორის მაგაზე ბევრ საჯობს გვისაუბრია და ქალების მსაჯობა თითქოს უფრო რთულია კი. ანუ უფრო ჯიუტები ვარ ხო, წარმოიდგინეთ, ახლა 22 ქალი გააკონტროლოთ, ცოტა ძალიან რთულია. ყველა პროფესიას აქვს თავისი რაღაცა მიდგომა საჭირო. კი. და ხშირად ჩვენი ხასიათი გვეხმარება ხოლმე ამ ყველაფერში.
აი შენი გურული ხასიათი რაში გეხმარება? ხო, გურული ხასიათი მეხმარება იმაში, რომ ვარ ჯიუტი და მიწევს ესე ვთქვათ, ბევრი ბრძოლის გავლა, თუნდაც აი ვარჯიშის დროსაც ელემენტარული რო ვთქვათ, მაგ დროსაც ბრძოლა გიწევს, იმიტომ რომ ამ ხელა მომზადება, ანუ ჩვენ საქართველოში რასაც ვაბარებთ რა დონის ნორმატივებს, UEFA-ს დონე არის იგივე, ანუ იქაც იგივეს აბარებენ. ამიტომ ჩემი ხასიათი აი სირბილის დროსაც როცა დავრბივარ, იქაც ჩემი ტრენერი არის გიორგი ანთელიძე, რომელიც სულ ამბობდა სეკო ირბენს, ეს გურულია ძაღლია პოლომდე ირბენს. აი, როდესაც გაიცნობ ადამიანს და ნუ რა თქმა უნდა მიდის ლაპარაკი, რაღაც როგორც ჩვევი ახლა ქართველებს ვისი ახლობელი ხარ, იმას ისნობ ამას არის და უთფად პროფესიაზე მივედით და რო იგებენ რომ საჯი ხარ. რა რეაქცია? ანუ კი, უნივერსიტეტშიც როცა ვსწავლობდი, აი ჩემი ჯგუფელები რო გაიგებდნენ, მე დავუშვათ ვიღაცის გაცნობა რომ იწევდა, ეუბნებოდნენ. აი შენი აზრით რა პროფესიის არის ეს ადამიანი და ყოველთვის როცა ვამბობდი რომ ვარ მსაჯი, ანუ არასდროს არ ჯეროდეთ, სანამ სურათს არ ვაჩვენებდი. ამიტომ მეც იგივე რეაქცია, კარგი იქნებოდა რომ გადაგვეყო დღეს ჩემი რეაქცია, იმიტომ რომ გულწრფელად ჯეროდა რომ იყო მოდელი, ალბათ რომელიღაცა სააგენტოსი და აი უბრალოდ ვიკითხე რომ თქვენ და მსაჯიო და სანამ შემოვედი სტუდიაში კიდევ ვფიქრობდი რომ რისი მსაჯი უნდა იყოს. ვერც მივხვდი. გავიგეთ რომ ესე საზოგადოოდ ყველას უყვარს, მაგრამ აი ბიჭების რეაქცია მაინტერესებს, ბიჭს რო გაიცნობ და რო კითხავს რა პროფესიის ხარ, აი გულწრფელად მაინტერესებს ბიჭის რეაქცია ამ დროს. პირველ რიგში, ანუ ხო, ჯერ ხო გაკვირვება მოდის. ჯერ იმაზე მაგრა რო გესმის ფეხბურთს. ხო, ანუ მაგრა რო თამაშობ. ყველაზე მეტად მიყვარს ეგ პროცესი, რომ აი ხო უკვირთ რომ საჯი ვარ და მე უკვე აი ფეხბურთში რომ მათზე მეტი რაღაცები ვიცი, აი ეგ არის ხოლმე ძალიან სახალისო მომენტი. აი მოგეკითხება თუ იცით რამდენი წესია ფეხბურთში და არავინ არაფერი რო არ იცის ან რაღაც მომენტების გარჩევა რო არის და აი ბევრი ანუ უკვე მსიამოვნებს რომ მე მეკითხებიან რომ აი აქ რას ფიქრობ და აი ჩემი მეგობრებიც თუნდაც ჩემი ძმაც კი მირეკავს ხოლმე მზეკო, აბა იყო ეს პენალტი, იყო ეს ძალიან კარგი მომენტია ეგ. წითელი ბარათი ხშირად აგიწევია? კი, სამწუხაროდ ხშირად მიწევს ხოლმე წითელი ბარათი. ისეთი ლამაზი გოგოს გარეგნობა რაღაცნაირი ისეთი სიფრიფანა გოგო და კი, სულ წითელ ბარათს ვწევ. აი მე რა ხდება? უშუალოდ შეხება არ გაქვთ ხოლმე მე იმ მოთამაშეებთან. იმახსოვრებენ რა თქმა უნდა და ხან მეუბნებიან ხოლმე. აი დღესაც ეხა არ მიჩვენო წითელი და რაღაცა არის ხოლმე. ხდება ეგეთი რაღაცაები? სირბილის ზუსტება ეს როგორ ჩაგირბენენ მაგდროს გეუნებ. ხუბრობით კი ყოფილა ხოლმე. მე ვფიქრობ რომ ეხლა ის გოგონები რომლებიც ხედან ეკრანს მიღმა და გიყურებენ და ერთი სული აქვთ რომ აი ამ პროფესიაში თავით გადაეშდნენ შენ ხარ საუკეთესო და ძალიან მაგარი мотиваცია ამ გოგოებისთვის და რჩევა მივცეთ. და რომ არა აქვს მნიშვნელობა რომ აი გარშემო მყოფი იგივე მეზობელი იქნება თუ ნათესავი, რას გეტყვის, თუ რეალურად გინდა ის პროფესია და იცი და დარწმუნებული ხარ რომ კარგი იქნები ამ საქმეში. აი მე რომ თავის დროზე მომესმინა იმ ადამიანებისთვის, ვინც მაგალითად მითხრა რომ არა ეს კაცი საქმეა. მე ხომ ეხა აქ არ ვიქნებოდი, მე ხო იმ საქმეს ვერ გავაკეთებდი, რაც თურმე ესე მაბედნიერებს. ამიტომ ყველა გოგოს ვურჩევ რომ გააკეთონ ის, რაც სიხარულს მეანიჭებთ, იმიტომ რომ ცხოვრებაშიც ჩემი აზრით ეგ არის მნიშვნელოვანი, რომ აკეთო ის საქმე, რაც გაგახარებს და იმის გამო რომ ვიღაცა რაღაცას იტყვის, რომ აი ეს კაცის საქმეა, ამის გამო არ უნდა დანებდნენ და ბოლომდე უნდა იბრძოლონ იმისათვის, რაც უნდათ მათ რეალურად. ძალიან დიდი მადლობა. საუკეთესო მაგალითი ხარ გოგონებისთვის, რომლებიც ალბათ ახლა გვიყურებენ და ფიქრობდნენ, გაეკეთებინათ თუ არა არჩევანი. პრინციპში გოგონების, მარტო გოგონებისთვის არა, რატომაც არა, ბიჭებიც ალბათ ძალიან ბევრს აქვს სურვილი. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ. ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში ყავდა სტუმრად უნიჭიერესი მომღერალი სოფო ბედია, რომელმაც დაგპატიჟა თავის კლიპის პრეზენტაციაზე. მე არ მქონდა უფლება რომ არ მოსულიყავი და დიდი სიამოვნებით დღეს ყველა ერთად დავესწრებით მის ახალი კლიპის პრეზენტაციას. ჩემო სილამაზე. ჩემო ლამაზი. ძალიან მოვიდა ამბავი ჩემთან? მოვიდა ამბავი შენთან და იდეა საიდან გაჩნდა საერთოდ ამ სიმღერაზე? ამ სიმღერის კომპოზიტორი გახლავთ როგორც წინების და ზოგადად ჩემი ძალიან ოჯახის წევრი მეგობარი და უნიჭიერესი ავტორშემსრულებელი კომპოზიტორი კატი ველკვაძე
ტექსტი ეკუთვნის თამარ უჯმაჯურიძეს. უილსალ სოფოს ახალ კლიპის გადაღებას უსურვებ, რომ ძალიან ბევრი კარგი კლიპები გადაეყოს და ასე ვთქვათ, დაეთმოს მისი მსმენელი და რავი, მიხარია დღევანდელი დღე და ბევრი წარმატებები. დილამ შვიდობისა ვაცილებ ღამეს ნახერა ლამაზად თენდება ყველა გათენება მე შენთან მინდა შენთან მინდა ვნებით გადარეული მოვიდა მარტი და გული ცაში აფრინდა და ახლა ვიცი რომ უშენობა არ მინდა მოდი სანამ გეძებს ჩემი გული მოდი სანამ წავა გაზაფხული მოდი სანამ ცოცხობს სიყვარული სიყვარული რამდენი ზამთარი გავიდა უშენოდ რამდენჯერ დავიწყეთ თავიდან მომხვიე ხელი უშენოდ ყოფნა მე არ მინდა მოდი სანამ გიხმობს გულის ცქერა მოდი სანამ მათბობს შენი მზერა მოდი სანამ შენი ისევ მჯერა შენი მჯერა მოდი სანამ გიღმობს მოდი სანამ ჯერა შენი მჯერა მოდი სანამ გიღმობს გულის ცქერა მოდი სანამ მათბობს შენი მზერა მოდი სანამ შენი ისევ მჯერა შენი მჯერა ნებით გადარეული მოვიდა მარტი და გული ცაში გაფრინდა მადლობა რომ გვიყურებდით. არ შეუშინდეთ გამოწვევებს. შეხვდებით მომავალ პარასკევს.